მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ლევონ შვენიარძე და დღეს ყვავიდებურად გვექნება მამაკაცის ტანის ამოსის შესახებ განხილვა. დღევანდელ განსახილვად თემას კი წარმოადგენს მამაკაცის ტანის ამოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქსოვილი, ეს გახლავთ ქაშმირი. აბა წავედით. ქაშმირი, ეს გახლავთ ბუნებრივი ბოჭკო, რომელიც მიიღება ქაშმირული თხის ქვედა ძალიან თხელი ბეწვისაგან, არა ზედა და უხეში, არამედ ანდერკოუთიდან, რომელიც მათ უჩნდებათ ზამთრის განმავლობაში. ქაშმირის ძირითადი მწარმოებლები გახლავთ მონღოლეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი, ინდოეთი და ავღანეთი. საუკეთესოდ ითვლება მონღოლური ქაშმირი, რადგან მკაცრი კლიმატი ქმნის ძალიან თხელ, რბილ ქაშმირის ბოჭკოს. მოდი განვიხილოთ ახლა როგორ მოიპოვება ქაშმირი. გაზაფხულზე თხა ბუნებრივად იცვლის ბეწვს. მას ფრთხილად უარცხნიან, ერთი თხიდან კი წელიწადში მიიღება 150-200 გრამი სუფთა ქაშმირი. სწორედ ამიტომ გახლავთ ქაშმირისგან დამზადებული ტანსაცმელი საკმაოდ ძვირი. მაგალითისთვის რა ვიღოთ, ერთი სვიტერისთვის სჭირდებათ 4-5 თხის ქაშმირის ბეწვი. მოდი ახლა განვიხილოთ ქაშმირის დამუშავების თითოეული ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი ეს გახლავთ გარჩევა, ანუ უხეში თმისგან განცალკევება. მეორე ეს გახლავთ გაწმენდა. მესამე ეტაპი ეს გახლავთ დაწვნა, ძალიან თხელ ძაფებად. და მეოთხე ეტაპი უკვე ეს გახლავთ ამ დაწნული ძაფების ქსოვის ან ქარგვის სტრუქტურულად გარდაქმნა. რაც შეეხება მის განსაკუთრებულ თვისებებს. ის გახლავთ ძალიან თხელი, მსუბუქი და რბილი, ასევე ის მარტივად იმეორებს ტანის ფორმას, არის ძალიან ელეგანტური და ასევე ძალიან ჰაეროვანი გახლავთ ქაშმირის ქსოვილი. მოვლას რაც შეეხება, ის საჭიროებს სპეციალურ მოვლას, ირეცხება მხოლოდ ცივ წყალში, ხელით ან დელიკატურ რეჟიმზე. რაც შეეხება გაშრობას, ის არ იფინება, ანუ ვერტიკალურ მდგომარეობაში, უნდა გაშრეს დაწოლილ მდგომარეობაში. რაც შეეხება გაუთავებას, მისი გაუთავება ხდება მხოლოდ დამხმარე ქსოვილის საშუალებით. მოკლედ, მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბა დროებით.